მე ჩავიჭვიჩები. იღებ? მე ვიცი რომ იღებ, მაგრამ ის გეკითხებ. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ გადავიღებთ კინოგმირს. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს პრინციპში ასეთ შეიძლება ითქვას. ძალიან ბევრი აკრიტიკებს ამ მანქანას, რა თქმა უნდა. თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე თუ როგორ უდგებიან თვითონ ამ მანქანას წარმოებლები და ბევრს ამ მანქანის სახელის გაგონებაც არ უნდა და ზოგადად ამერიკული მანქანების გაგონებაც არ უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის და საკმაოდ პოპულარული მანქანაა, მინდა გითხრათ, ეფექტური და დიდ ყურადღებას იქცევს თბილისის ქუჩებშიც კი, სადაც ძირითადად BMW-ს და Mercedes-ს ვაქცევთ ყურადღებას. ეს მანქანა გახლავთ Chevrolet Camaro SS 6.1-ის ბოდიკიტით და დიზაინზე რაც შეიძლება ითქვას თავიდანვე შეფასება არის, უბრალოდ ეს მანქანა არის კინოგმირი და ტრანსფორმერი. ყველაზე დიდი რეკლამა და პიარი მაგით აქვს უკვე გაკეთებული. და 2008 წელს როცა გამოვიდა ის ფილმი, გახდა ჰიტი და ამ მანქანას როცა უყურებთ, ეგრევე გონიათ რომ სადღაც დამალულია ღილაკი, რომ პატრონმა იცოდეს მარტო და ბევრმა და ყველამ ვერ მიაგნოს. და როცა დააჭერთ ამ ღილაკს, ეს მანქანა გადაიქცევა ისე როგორც ხდება კინოში. და ამის გამო არის ძირითადად ესეთი სასურველი და პოპულარული. გავიაროთ მანქანის გარშემო, როგორც ხდება ხოლმე. ეს წითელი ფერი სხვათა შორის აქ გადაკრული ფირი ამას. ხედავთ ეს გაფორმება ყველაფერი სინამდვილეში არის შავი ფერის. 20-იანი დისკები აქვს. საკმაოდ წინ 255-ია და უკანა ალბათ 265 იქნება, რო არ მოგატყოთ არ ვიცით. აქ რაც შეეხება ხედავთ სანამ ინტერიერს ჩავჯდობით შიგნით head-up display აქედანვე შეუძლია ოპერატორს რომ დაგანახოთ ვინკოც არ გადაუღო მაინც რა იცი რა ხდება. გამოვიტანოთ. ეს რა არის? ნუ ლუკიც რა თქმა უნდა არის. ეს აქ აეროდინამიკა და რამე ეგეთი არაფერი, უბრალოდ სილამაზე ვიდის კონჩი. ხო, უკანაც რაც შეეხება ნორმალური ზომის უკანა მინაც თავარი, აი შეხედეთ როგორი შესახედაობა აქვს ერთიანობაში. ქვევით ხედავთ ნიკელის დამატებები აქვს მაპუჩებზე, პარკინგ კონტროლები და აი RS ნიშანი. ეს RS ნიშანი აქ უკანაც აქვს და წინაც აქვს. ქვევით ამ ქვედა დიფუზორსაც ხედავთ, ამას უკვე აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა და შედის 6.2-ის მოდიფიკაციაში. ნუ ვიზუალურად ეს არის მეტი ალბათ არაფერი არა საქმე. ნუ როგორც ხედავთ, დაკუნთული ფორმები აქვს და ეს მოდელი უკვე რომელიც 2008 წლიდან გამოდის. მიამსგავსეს აი და პირველი კამაროები რო გამოვიდა 60-იან წლებში, აი იმის ანალოგია, იმის გაგრძელება, როგორც კონკურენტი Mustang და როგორც ამათი კონკურენტი ასევე Dodge Challenger-ი. და სამივე იმეორებს მოკლედ 60-იანი წლების დიზაინს. ნუ განათებას რაც შეეხება ჩვეულებრივი ქსენონი გვაქვს ფოტოშორის და არა ჰალოგენი და არც ლედი არ გვაქვს, შუა პოზიცია გვიჭირავს. და ის საწინააღმდეგო ფარებიც გვაქვს ქვევით. და RS ნიშანზე რო გელაპარაკებოდით, აი წინ აქ გვაქვს RS ნიშანიც. ავხადოთ კაპოტი. ხო, რა ხდება ახლა აქ? როგორც გითხარით, 3 და 6 აქ ძრავი, 6 ცილინდრიანი V-სებრი. სწორად, V-ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი აქვს. 312 ცხენის ზალა, 370 ნიუტონ-მეტრი და 6 ჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, თავის ტიპტრონიკით და საჭეზე უკან გადამრთველებით. ასევე გვაქვს ჩვენ 5 და 7 ძრავი და 6 და 2. სამივე ატმოსფერული, რა თქმა უნდა, Chevrolet და Camaro-ში ორი აზრი არასწორებს, რომ ისევ აგრძელებს ატმოსფერული ძრავების ეპოქას და არანაირი ტურბო და რაღაცა ისეთი ამერიკა, დიდი მოცულობა და შესაბამისად ბევრი ცხენის ზალა. თუმცა საკამათოა ბოლო კომპონენტი, მაგრამ მაინც. სხვადასხვა რაც აუცილებლად მინდა ვთქვა, ამ მანქანებს ადარებენ როგორც Camaro-ს, Mustangs და Challengers გერმანული კონკურენტები არის ამისი მესამე სერია, ანუ M3-იან M4 და Mercedes-ი C-კლასი. და რაც აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ C-კლასი? კი, არის. ყველაზე მაგარ ვერსიას, რომელიც არის ZL1
თუ შეხვალთ Nordschleife-ის top 100 სიაში, იქ ნახავთ, რომ აი ეს მანქანა ამ ძარით იკავებს საპატიო კი არა და ღირსეულ 34 ადგილს და ასწრებს ძალიან ბევრ ისეთ მანქანას, რომელიც თქვენ გონიათ, რომ არის სუპერკარი ამ დროს. აი ეს Camaro, იმასთან შედარებით იაფიანი ვარიანტი, ძალიან მაგარ შედეგს დებს Nordschleife-ის ტრეკზე, რაც ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცით, როგორი სერიოზული არის მონაცემები. დაკიდების სისტემას რაც შეეხება სხვა Mustang-ისგან განსხვავებით, სადაც Ford-მა უკვე 2014 წლიდან ბოლო მოდელიდან შეცვალა უკვე დაკიდების სისტემა, Mustang-ისგან განსხვავებით ამ Camaro-ს აქვს წინ MacPherson-ი და უკან ჩვეულებრივი მრავალბერკეტიანი დაკიდების სისტემა, ანუ ეს იმას უზრუნველყოფს, რომ უფრო კარგია მართვის დროს და Mustang-თან შედარებით ექპლუსიც გააჩნია. ავიძრათ უკვე გავიდეთ ჩვენი ლოკაციიდან და განვიხილოთ როგორ მოძრაობს ეს მანქანა. და როგორია. საკმაოდ მძიმერულია, ოღონდ გააჩნია რასთან შედარებით. მაგალითად CL0-ზე ვარ, იმას აქ ამასთან შედარებით მილიონჯერ რბილი საჭე. მაგრამ ეს უფრო სპორტულ მანქანაში გადის და ამიტომ უფრო ხისტირული აქვს, რომ მანევრი იყოს შესანიშნავი. ამ მანქანაზე უფრო სწორად რეაქცია, როგორია რეაქცია ხალხის. აბსოლუტურად ყველა უყურებს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს ეს მანქანა საქართველოში არ მოწონს, არ უყვარს ზოგადად ამერიკული მანქანები, მაგრამ ვისაც უყვარს, არ უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ყველას ყურადღებას იქცევს და პოპულარული მანქანა არის, მით უმეტეს ესეთ ფერში თუ არის. ეს მანქანა, ანუ გადაკრული აქვს ამას, მაგრამ ისე შავია. შავიც რომ იყოს, პრინციპში მაინც იქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ყველას აქვს ცნობილი ფილმი ნახი და ამიტომ ტრანსფორმერის მანქანაა, რა ტრანსფორმერია რა. სივრცეს რაც შეეხება სალონში, აი ხედავთ როგორი პატარა მინები აქვს. წინ საქარე მინა, ეგეც კი ძალიან ვიწროა და არ არის განიერი. გაბარიტებში ამ დროს მანქანა ძალიან დიდია. უკან ცოტა ნორმალური სიმაღლის ადამიანი თუ ჯდება, უფრო სწორად წინ საჭეზე. მის უკან ვერ მოთავსდება კომფორტულად ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთი სიმაღლის მქონე ადამიანი, იმიტომ რომ ფიზიკურად უკვე ადგილი აღარ რჩება. ეხის ჩასატები აი ხედავთ. საერთოდ არაა აქ ადგილი, რომ ჩემს უკან ადამიანი დაჯდეს. ხარისხი ხმითაც გაიგებთ როგორია, რა თქმა უნდა ამერიკული მანქანაა და თავის სტილს არ ღალატობენ და ამიტომაც ღირს ევროპელ კონკურენტებთან შედარებით ტექნიკურ მონაცემებს რო თავით გავანებოთ, ეს მანქანა წარმოებაში უფრო იაფია და ბაზარზე როცა გამოდის უფრო იაფია და სხვათა შორის ამ თაობაში თუ არ მეშლება ან ბოლო თაობის Camaro-ები უკვე ევროპული ბაზრისთვისაც გათვალეს, სადაც უკვე Camaro-ში წარმოიდგინეთ ამერიკულ მასხარში ჩადეს 2-0 ძრავი 4 ცილინდრიანი. ტურბოა მე მგონი, მაგრამ აშკარად ღალატობენ თავის ხასიათს და Camaro-s ისტორიას. მოძრაობაში რაც შეეხება, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტკარის თვისებებია აქ ამ მანქანას. მანევრი ხა ჯერ არ გამომიცდია სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ დაკიდების სისტემას რაც შეეხება, როგორც ყველა ესეთ კუპეს, რომელიც არის სპორტკარი, აი გონია რომ პატარა უსწორმასწორობაზე რო გადადიხარ, ძალიან გრძნობი არია, მწოლიარე პოლიციელზე თუ გადახვედი, გონია რომ ყველა რეზინა გაქვს შესაცვლელი, ყველა გიტარა გაქვს დასაცვლელი და დაკიდების ყველა ბერკეტი აბსოლუტურად, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და ამ დროს ყველაფერი კარგად და არ უნდა ინერვიულოთ და თუ თქვენ Camaro გყავთ, უნდა მიეჩვიოთ ამას, იმიტომ რომ ესეთია ყველა სპორტკარი და ეს არის სპორტკარის დამახასიათებელი თვისება, რომ გონია რომ დახეულია და ყველაფერი შესაძლებელი აქვს. ამ დროს უბრალოდ ესეთია ეს მანქანა ქარხნიდანვე. სალონში კიდე, აი ჩვენ რო ვისაუბროთ მაჩვენებელთა დაფაზე, ხო? აქაც როგორც ექსტერიერი აღნიშნეთ, რომ პირველი Camaro სტილშია მიმგვანებული და დამსგავსებული, აი ესეც ეს ორი ხედავთ მაჩვენებელი, სპიდომეტრი და ტახომეტრი მაქსიმალურად არის მცდელობა რომ დაემგვანებინათ აი იმ ძველ რეტრო სტილზე და უკვე თქვენ თვითონ შეაფასეთ
როგორ გამოუვიდათ. აქ გვაქვს როგორც ყველა ნორმალურ მანქანაზე წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი, რამდენი გვაქვს საწვავი და ქვევით გვაქვს კიდევ ერთი ტრანსფორმერული ფიშკა, ასე ვთქვათ, ამ მანქანაში არის მაჩვენებელი ზეთის დონის აკუმულატორის ვოლტაჟს გვიჩვენებს, აქით გადაცემათა კოლოფის ზეთს რა დონეზეა და როგორ არის. აქ გვიჩვენებს თვითონ ზეთის ტემპერატურას. აი ეს მაჩვენებლებიც გვაქვს. მოკლედ ამ მანქანაში სალონში როცა ჯდებით არანაირ კომფორტს არ უნდა მოელოდეთ. ნუ ესეც სადაოა, იმიტომ რომ გააჩნია ვინ როგორ აღიქვავს კომფორტს და ვის რაში გაყავს კომფორტი. აი კიდე ერთ კონტროლი არ პოლიციელი. ხისტად. საკმაოდ ხისტად. კიდევ ერთხელ. მაგრამ თავდაჯერებულად. ხო, აი ხედავთ, ნებისმიერი მასალა, რომელიც არის აქ გამოყენებული, აი ეს ღილაკები, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი, აი ეს ყველაფერი არის რაც კი შეიძლებოდა იაფიანი ხარისხის. ჩემი აზრით ეს ისეთი მანქანაა, ქარხნიდანვე რო გამოდის, უნდა აიღოთ მინიმუმ 6 და 2 ძრავით და შემდეგ უკვე მიყვეთ ამ მანქანის ტუნინგს როგორც თქვენ გინდათ. ძრავს თუ გინდა კომპრესორი დაადგით, რავი რაც გინდა ის გაუკეთეთ, შესაძლებელია. აიღეთ და სალონში თუ ეს ტორპედო არ მოგწონთ და ხარისხი არ აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს, შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც ამითაა დაკავებული და გადააკროვინოთ ტყავი თქვენ გემოზე. და აქედან გამომდინარე, რადგან ქარხმოთ ეს მანქანა ღირს იაფი, შეგიძლიათ რომ ცოტა ოდენის დამატებით მიიღოთ საკმაოდ კარგი შედეგი. ანუ მე ვთქვათ რას გულისხმობ. თუ მაგალითად M3 ან M4 გამოდის ქარხმულად და ტორპედოზე გადაკრული ტყავი, მაშინ სერიოზული ფულია გადასახდელი, იმიტომ რომ დამატებითი ოპციაა და BMW-ში და Mercedes-ში და ეგეთ პრემიუმ ბრენდებში არასდროს არ არის ოპცია იაფი. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ხელის მუხრუჭი სად გვაქვს გვერდით ამ მხარეს ეს ძველ სტილში old school-ის პონჩი და რაც აუცილებელია ტრანსფორმერის ნიშნები ამ მანქანას სად ეთყობა და დაკუნთული ფორმები რო აქვს. აი ეს გვერდითა სარკეში რო გავიხედოთ, მაგალითად, ნათლად ჩანს გამოკვეთილი უკანა მარჯვენა ფრთა, გამოწეული, აი კაი ბიცეპსი რო აქვს ტიპს, ნაკაჩაობი და რო დაყენებული ტრიცეპსი, აი ეგეთ პონჩი აქვს რა. და ეს ფორმებიც როცა უკვე საჭესთან ჯდებით, ამობუცული კაპოტი, ძალიან სპორტულ, აგრესიულ შესახედაობას და უცმატებს და აი ამ მანქანის მთელი ეს ტელეფიშკა რა, ეგ აუცილებლად სათქმელი იყო, რომ ტრანსფორმერული სარკე აქვს და სარკეში რო გაიხედები, ჩანს გამოკვეთილი, გაბარიტის უსაც კარგად გეხმარება, რომ კარგად გაიაზრო, გაბარიტი როგორი გაქვს და უკან ხედავ გამობუცულ, დაკუნთულ უკანა ფრთას, რაც ან სერიოზულია. მოსახოში როგორი ჭერს? არ მოგიცოდეს თუცა. ჩართული, საკმაოდ ფოტო პატროლი. აუხლებთ რა პატრონს.
მაინც ნორმალურია, ასე შევაფასებდი. ნორმალური. ეს იყო და ეს მეგობრებო. იმედია მომავალში შემოგთავაზებთ ამერიკული მანქანების, მასლქარების ბევრ ტესტ დრაივს, ახალი მანქანების არის გეგმებში. რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ და ვიცით თქვენ უგონიათ რომ მე რაღაცა ესეთი მანქანები მომწონს. მე მომწონს კლასიკურად, ქართველი ვარ მეც და მომწონს BMW M5 E63 AMG-საც პატივსცემ, უბრალოდ მე უფრო BMW-ს ტიპი ვარ. აქედან გამომდინარე, ყველა ეგეთი მანქანა X5M-ი, ჩოულებრივი ML-ი 63 AMG, ყველაფერი იქნება თავის დროზე, უბრალოდ ჩვენთვისაც არ არის მარტივი, ყველაფერი ესე მიყოლებით შემოგთავაზოთ. როცა იჩიტება ერთი მანქანა, ვიღებთ იმას, თუ არ გაიჩითა, ვერ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, რაც გვაქვს ხოლმე, იმას ვიღებთ. ამ მანქანაზე კიდე რასაც გეტყვით შეჯამების სახით, რომ არის ნამდვილად ემოციური 3 და 6 კარგია. ზომიერად ემოციურია, 5 და 7 უფრო მაგარია, 6 და 1 საერთოდ მაგარი და ზეელოს დარვა, სასწაულია საერთოდ. მოკლედ ბაგებში დავებით, ჩვენ მანამდე საწოლს ჩავასხავთ და მომავალ შეხვედრამდე, კარგად.